მოგესალმებით მეგობრებო, დღესაც გვინდა შემოგთავაზოთ თქვენთვის საინტერესო განხილვა, როგორც ყოველთვის დამწყები უგზოობის მოყვარულთათვის. ამ ვიდეოში ვისაუბრებთ თუ როგორ უნდა მოიქცეთ ისე რომ არ დავაზიანოთ წინა ხიდი, რა შემთხვევაში ზიანდება ხიდი, როგორ უნდა დავიცვათ თავი იმისთვის რომ არ დაზიანდეს წინა ხიდი, წინა გადაცემა, წინა ჯვარედინა, წინა ყუმბარა და ასე შემდეგ. მოკლედ ერთი სიტყვით იქნება თქვენთვის საინტერესო განხილვა. მაქსიმალურად თეორიულად შევეცდები რომ აგიღწეროთ ყველა ის სიტუაცია, რა სიტუაციაშიც შესაძლებელია ადვილად დაზიანდეს ჩვენი ავტომანქანა. სოკარზე საწვავის ჩასხმის დროს საინტერესო რამ შემომთავაზეს და ვეცდები გზაში მოგიყვეთ, აქ ხმაურია და არის მის. სოკარის წარმომადგენელმა შემოგთავაზა ენერჯი ბარათი. მოკლედ გაგიხსნით რომ მას უპასოთო და ეს ენერჯი ბარათი წარმოდგენილია სამი ფუნქციით. მოკლედ ერთი არის ფასდაკლების ფუნქციაო, სადაც ფასდაკლება გვაქვს აფთეთრიანიო და პარასკევს შაბათ დღესო, როგორც მახსოვს 15 თეთრიანი ფასდაკლება იქნება და ბუნებრივ გაზზე თქვა რაღაც აღარ მიმიქცევია მაგაზე ყურადღება სიმართლე გითხრათ. მეორე არის დაგროვების ფუნქციაო, ყოველ 1 ლიტრ ბენზინზე და დიზელზე აგროვებენ 3 ქულასო და 1 ქულა უდრის 1 თეთრსო. ანუ წარმოიდგინე 3 თეთრი უკან გიბრუნდება ყოველ ჩასხმულ ლიტრ საწვავზე. ხო, ნუ მოკლედ ამ დაგროვილ ქულებზე შეიძლება დაგროვილი ქულები შეიძინოთ საწვავიო და პლუს ველმარტის ქსელშიო შესაძლებელია პროდუქტის შეძენაც. მართლა საინტერესოა. პლუს ამას რაღაც ლეველების სისტემა იქნებაო. ანუ გარკვეულ რაოდენობაზეო ფასდაკლება უფრო მეტი გექნება, რაც მე ჩაასხავთ ჩვენთან საწვავსო. და თუ არ ვწდები, ბოლოს 25 თეთრიანი ფასდაკლება გამოდის, რაღაც გარკვეული რაოდენობით თუ ჩაასხავ საწვავს რა. დავიწყოთ იქიდან რომ ნებისმიერ მანქანაზე კონკრეტულ შემთხვევაში წინა ხიდი არსებობს როგორც ეგრეთ წოდებული ჩულოქიანი, ასევე ეგრეთ წოდებული გიტარიანი. აგრეთვე გვაქვს საბურავზე გადამსვლელი ყუმბარებით, ხოლო აქ ჩვენ შემთხვევაში გვაქვს ჯვარედინათი. ეგრეთ წოდებული ჩულოქზე არის ორი ვარიანტი, რომ გავანებოთ თავი პორტალურ ხიდებს, ნუ ის ცალკეა კიდევ. გვაქვს ნახევარღერძებით კიდევ ერთხელ მინდა ავხსნა ყველას გასაგონად. ყველაზე იოლად რომ ავხსნა ეს და ყველასთვის რომ მისახვედრი იყოს და გვაქვს ყუმბარული გადაცემა, ანუ ყუმბარით რომ გადადის საბურავზე. რაც შეეხება გიტარებს, იცით ალბათ გიტარები უფრო მეტად რბილია სავალ ნაწილში, საკმაოდ რბილად დადის, მაგრამ ჩულოქიანი ხიდი უფრო ძლიერია, უფრო ამტანია, ბევრად მეც იტანს ვიდრე გიტარიანი ხიდი, მაგრამ ჩულოქიანი ხიდი უფრო გრუბია. შესაბამისად, დადებითი და უარყოფითი მხარეები ახასიათებს ორივეს. კონკრეტულად არ მინდა ეხა კონკრეტულ სიტუაციაში მანქანებზე ვისაუბრო, ვის უფრო სუსტი ხიდი აქვს, ვის უფრო ძლიერი ხიდი აქვს. აქედან გამომდინარე, უბრალოდ ვისაუბრებ უგზოობისთვის დანიშნულ მანქანებზე და ყიდვის შემთხვევაში თუ გინდათ შეძენა, მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი აუცილებელია, რომ აუცილებლად იყოს ჩულოქიანი ხიდი, მეტად უფრო დაზღვეული იქნებით. იქიდან გამომდინარე, რომ უფრო ძლიერია, უფრო მეტ საიტანს ვიდრე გიტარიანი ხიდი. დავიწყოთ ახლა იქიდან რომ
როგორ შეიძლება მოგზაურობაზე დავაზიანოთ ნებისმიერი სახის ხიდი და რა უნდა გავითვალისწინოთ, რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ უგზაურობაზე წასვლისას ჩამოვიდეთ ჩვენი სვლით, ჩამოვიდეთ დაუზიანებელი მანქანით. ხშირად ხდება ხოლმე, რომ უგზაურობაზე დიდ ტალახებში მნიშვნელოვანია, რომ ამოვიდეთ ამ ტალახებიდან და ყველაფერს ვაკეთებთ იმის გულისთვის, რომ ამოვიდეთ, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან ზიანდება ხიდი, ზიანდება შიგნით კბილანები, ზიანდება ხშირად ყუმბარა და ზიანდება ჯვარედინა. ჯვარედინა როდესაც ზიანდება, ესე ადვილად მინდა რომ აგიხსნათ, რომ წარმოდგენა გქონდეს. ეხლა ჩვენ შემთხვევაში, რადგან ჯვარედინა გვაქვს, ხედავთ ახლა აქ ჯვარედინას შიგნით ზის და ჯვარედინის დაზიანების დროს შეიძლება დააზიანოს ნახევარღერძები. აი ეს არის ჯვარედინის თავები და როდესაც ჯვარედინა ზიანდება, დიდი ალბათობით ან შიგნით ან გარეთ შეიძლება ორივე ნახევარღერძი დაზიანდეს. აშკარად ჩანს გიტარიანი ხიდი, ხედავთ რომ ყუმბარით არის ეს, უერთდება და შიგნით შედის პირდაპირ ხიდში. აი ამიტომ არის ეს ბევრად რბილი სავალი ნაწილი სიარულის დროს უგზაურობაში, ვიდრე ეგრეთ წოდებული ჩულოქიანი ხიდები, მაგრამ ეს მეტად უფრო სუსტია, ვიდრე ჩულოქიანი ხიდი. ხედავთ ახლა რამდენი ნაწილისგან შედგება და აქედან გამომდინარე რბილია, მაგრამ სუსტია. რთულ უგზაურობაში ხდება ხშირად ისეთი შემთხვევები, რომ გავითვალისწინოთ, თქვათ, რამდენიმე ვარიანტი რომ შემოგთავაზოთ. პრაქტიკულად ამ ვარიანტებს მე ვერ შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ შესაძლებელია მეც ადვილად დავაზიანო. ამიტომ ჯობია ისე ვისაუბროთ განხილვის სახით და თუ რამე შეკითხვები გექნებათ, შეგიძლიათ მოგწეროთ, გაგცემთ პასუხს დეტალურად ყველას, აგიხსნით. აი ასეთ დროს ხშირად აი საბურავი იწყებს ბუქსაობის დროს, აი ეს აქეთ-იქით ხტუნაობას, ანუ ფამფალს იწყებს თითქოს რა, თითქოს რომ შეიძლება მოძრესო. იმიტომ რომ საჭი აღებული აქვს მარცხნივ ან მარჯვნივ, აქვს დატვირთვა და საბურავი დემპფერი ვეღარ უძლებს და ხელითაც საჭი ვერ გვიჭირავს იმ დონეზე, რომ ძლიერი იყოს და რომც დავიჭიროთ, მაინც აქეთ-იქით იწყებს სიარულს, ხტუნავს იწყებს ეს საბურავი აქეთ-იქით. აი ზუსტად მაგ დროს ბევრჯერ მაქვს ნანახი პირდაპირ ან კბილანები დაუმტვრევია, ან გაუტეხია ჯვარედინა, ან ყუმბარა. აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ როდესაც საჭესთან ზიხართ, თუნდაც ერთი თვალით გადმოხედოთ და შეხედოთ, ან თუ თქვენ გვერდით ყავთ ისეთი გამოცდილი ადამიანი, შტურმანი, რომელიც ერკვევა ამ ყველაფერში, თავის დროზე უნდა გაგაჩეროთ და გითხრათ, იმიტომ რომ აუცილებლად ჩათვალეთ, რომ 99% წინახედის პრობლემა შეგექმნებათ. ანუ ერთი და მნიშვნელოვანი, ყველაზე აპრობირებული რაც გვაქვს ჩვენ და ნანახი რაც გვაქვს, ამ შემთხვევაში ზიანდება ხიდი. ცხვირი ავაგდებინე, დაეცა, გადავხტი და ასე შემდეგ. აი მაგ შემთხვევაშიც ძალიან ბევრია ცხვირის დაცემის დროს, ანუ როდესაც გრუნტს მოცილდება საბურავები, რაღაც გარკვეულ ბრუნს აკეთებს ეს საბურავი, ხო? ძრავის ხარჯზე აკეთებს გარკვეულ ბრუნს. როდესაც დახტება ეს საბურავი და ამ ხელამანქანით წონით რომ დააწვება ამ გრუნტს, ძალიან დიდი დატვირთვა აქვს წინა ხიდს, მაგ დროს დატვირთვა აქვს აუცილებლად ჯვარედინას ან ყუმბარას და მაგ დროსაც ძალიან დიდი შანსია დააზიანოთ მანქანა. თქვენ მანქანაზე ყველაზე მნიშვნელოვანია რა მოქმედებს ცუდად უგზაურობაზე. ანუ პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ გიყენიათ რკინის დისკები საკმაოდ მძიმეა და შესაბამისად მეტი დატვირთვა აქვს სავალ ნაწილს, მეტი დატვირთვა აქვს ხიდს. გიყენიათ დიდი საბურავები, რა თქმა უნდა მძიმეა. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია იმისთვის, რომ თქვენ რამე გარკვეულწილად უგზაურობაზე დაზიანება არ მიიღოთ. რაც შეეხება იმას, რომ შესაძლებელია შეიცვალოს გადაცემები, შესაძლებელია შეიცვალოს ჯვარედინა, შესაძლებელია შეიცვალოს ყუმბარები, არსივის ყუმბარები, ანუ სხვადასხვა ავთენმარკეტის ყუმბარები დადგეს.
მიუხედავად ამისა, მაინც საჭიროა მოფრთხილება, მე მინახია კიდეც შუაზე გადატეხილი წინა ჩულოქი. Ქონდა ესეთი შემთხვევა არაერთხელ მინახია დაზიანებული ყუმბარა, მინახია დაზიანებული ჯვარედინა, რომელიც მათ დააზიანა შიგნით კიდევ ბევრი რამე და სამწუხაროდ ბუქსირით მოგვიწია ჩამოყვანა მანქანის ან ევაკუატორით უგზოობიდან. ამიტომ გირჩევთ კიდევ ერთხელ, რომ შეაფასეთ კარგად ის სიტუაცია, შეაფასეთ ის მდგომარეობა და თუ აუცილებლობა მოითხოვს და თუ ხედავთ, რომ თქვენი ძალებით შეუძლებელია, ნუ აწვალებთ მანქანას, არსებობს ამისთვის ჯალამბარი და ჯალამბარის საშუალებით ძალიან ადვილად შეგიძლიათ ამოიყვანოთ თქვენი მანქანა. ჩვენ შემთხვევაში გვაქვს კამაპის ფირმის ჯალამბარი, საკმაოდ ხარისხიანი, თავის საავიაციო კევლარით. Ქონდა ამის გამოცდილება და საკმაოდ კარგად იმუშავა. მიუხედავად ეს მანქანა უგზოობაზე არ გვხვდება და არ დავდივართ, მაგრამ ზამთარში 1-2 მოგვიწია ისეთი სიტუაცია, რომ სხვას დავეხმარეთ და იდეალურად იმუშავა ჯალამბარმაც. დამატებით მინდა გითხრათ, რომ ზედმეტად ესე რომ თქვა ყველასთვის გასაგებენაზე გამოწეული დისკები, ანუ გულით შიგნით შეწეულები საკისრებზე მოქმედებს ძალიან და შესაძლებელია დროთა განმავლობაში დატვირთვისგან დაზიანდეს საკისარი, ანუ პირიქით გულგამოწეული დისკები, აი ეს გულიდან გამოწეული დისკები, რომელიც არის პირზე მოყვანილი, ამას ეძახიან პლუს დისკებს. ეს უფრო მეტად ყენდება პორტალურ ხიდებზე, რადგან პორტალი დაიცვას შიგნით და მანქანის უგზოობაზე, აი ჩამორტყმის შემთხვევაში შიდა მხარე პორტალის არ დაზიანდეს. ამ შემთხვევაში ხა ჩვენ პორტალი არ გვაქვს და ვერ გაჩვენებთ და არსებობს ნულოვანი დისკები, ანუ შუაში აქვს ეს, არც შიგნით არის და არც გარეთ. ქარხნულად აქვს ფაქტობრივად ძალიან ბევრ მანქანას ეს დისკები მოყვება, რომელიც ინახავს საკისრებს. ანუ ზედმეტად გულშეწეული, ანუ ზედმეტად ეძახიან ესეთ ეგრეთ წოდებულ მინუსავოი ვილეტით, ანუ გულშეწეულ დისკებს, მინუსის ოფსეტით შეწეულ დისკებს ზედმეტად არის მაგალითად -44 ოფსეტით, -40 ოფსეტით, ანუ მაქსიმალურად დიდი ოფსეტით დისკები გამოდის საბურავი, ძალიან ლამაზია გარეთ დგება, მაგრამ ყოველთვის უნდა იცოდეთ, რომ მიაქციოთ საკისრებს ყურადღება, რომ არ დაზიანდეს და ბევრ შემთხვევაში ის გარკვეული მომენტი და დრო არ უძლებს, რაც ქარხნულ დისკებზე. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დაყენებული დისკი იქნება საბურავი, იქნება, უნდა იყოს სწორად გათვლილი მანქანაზე, ტექნიკურად გათვლილი, რომ დროთა განმავლობაში თქვენ მანქანას არ დაუზიანდეს დროზე ადრე ის გარკვეული დეტალი, რომელმაც უნდა იმუშაოს რაღაც გარკვეული დროით. კიდევ ხშირად ხდება ესეთი სიტუაცია, როდესაც მოძრაობთ წყალში, მდინარეში, უგზოობაზე, დიდი ტალახი სადაც არის და სადაც დიდი წყალია, დიდი ალბათობაა იმის, რომ ხიდებში შეგვივიდეს წყალი და მნიშვნელოვანია ყოველი უგზოობის მერე თუ ასეთ დიდ ტალახში და დიდ უგზოობაზე დავდივართ, სადაც მართლა დიდი წყალია და შესაძლებელია რომ რამოდენიმე წუთი თუნდაც გავჩერდეთ ამ წყალში ან რამოდენიმე წამი გავჩერდეთ შიგნით, დიდი ალბათობაა იმის, რომ შევიდეს წყალი ხიდებში. ამიტომ ყოველი უგზოობის მერე აუცილებელია ნახოთ შეამოწმოთ ხიდებში წყალი არის თუ არა შესული და თუ Z სფერი აქვს შეცვლილი, როგორც შეხედავთ, მიხვდებით ეგრევე, აუცილებელია გამოცვალოთ და ჩაასხათ, გამორეცხოთ და ჩაასხათ სუფთა და ხარისხიანი Z-ი, რადგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხიდები, ყველაზე დიდი დატვირთვა მოდის ხიდებზე და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ იყოს იდეალურ მდგომარეობაში. ჩვენს წინა ვიდეოში დეტალურად ავხსენი, რამდენად უნდა მოვერიდოთ ბლოკირებული ხიდით სიარულს. შესაძლებელია რაღაც გარკვეულ მანძილს გავდივართ, მაგრამ იმ აუცილებელ ადგილზე, სადაც მნიშვნელოვანია, მხოლოდ და მხოლოდ იქ უნდა ჩაერთოს და გამოერთოს ეს ბლოკირება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ძალიან მალე გამოვიდეს წყობრიდან. აი თუნდაც აი ესეთ აღმართზე კიდევ ერთხელ ვნახოთ დიაგონალზე
როგორ დადგება მანქანა, როგორ დაიჭერს თავს 4-4-ზე და ბლოკირების შემთხვევაშიც. ხედავთ ხომ დიაგონალი გადაიარა. დავავნახოთ ახლა. აი. დაიჭირა დიაგონალი, გადაეკიდა. ხედავთ ხომ? აბა აქეთ ნახოთ რა ხდება. ამიტომ ვიძახი ხოლმე რომ უმეტეს შემთხვევაში ხან წინა მარცხენა და უკანა მარჯვენა, ხან პირიქით. უკანა მარცხენა და წინა მარჯვენა ტრიალებს. ბუქსაობის დროს ხშირი შემთხვევაა ეს საბურავი თამაშობს მარცხნივ მარჯვნივ დატვირთვებზე. აი ამ სიტუაციაზე გეუბნებოდით რომ ძალიან ადვილად შესაძლებელია აქ უკვე აი მოხვეულზე დიდი დატვირთვა აქვს. ჯვარედინას ან თუ ყუმბარა იქნება თქვენ შემთხვევაში, აი მაგ დროს ზუსტად ტყდება შიგნით. ჯვარედინის შემთხვევაში კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რომ აზიანებს აი ამას, აზიანებს შიდა ნაწილს, რაც მერე მთლიანად შესვლა უწევს მთელ სავალ ნაწილს. აი ხედავთ ხომ? აი ხა წარმოიდგინეთ მოხოულ მდგომარეობაში როდესაც არის ბოლომდე რამხელა დატვირთვა აქვს. აი უკნიდან რომ შევაფასოთ უკნიდანაც სიტუაცია. ეხა უკანა ხიდზე რატომ არ გვაქვს დიდი დატვირთვა? იმიტომ რომ უკანა საბურავები არ ბრუნავს მარცხნივ მარჯვნივ, მაგრამ წინა საბურავების შემთხვევაში ნახეთ ხომ? მოხოული არის მარჯვნივ და დატვირთვები აქვს პირდაპირ ჯვარედინას. ნახეთ ხომ მოხოულზე. თქმა უნდა, ბლოკირების შემთხვევაში უპრობლემო თავიდო და ეს ჩვენ არ გვაინტერესებდა. გვაინტერესებდა დატვირთვა, სადადგება. აქაც ნახეთ, როგორ კუთხეს იკეთებს მოხოვის დროს. აი ამ დროს ზიანდება ჩვენი მანქანა. დიდ დატვირთვის დროს, ანუ აქსელატორზე ერთიანად ფეხის დადგმის დროს, აი ეგრეთ წოდებულად გას რომ გაუყრიან ხოლმე ბოლომდე და არ იყურებიან რა ხდება, ამ პირველ რიგში აი ეს ჯვარედინები ზიანდება. მოკლედ მოუფრთხილდით მეგობრებო თქვენს მანქანებს, არ არის საჭირო თავის გამოჩენა იმისთვის რომ მე ევაკუატორით ატაროთ თქვენი მანქანა სახელოსნოში. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, მოიწონეთ, გააზიარეთ. ჩვენს ვეცდებით რომ ახლო მომავალში კიდევ და კიდევ თქვენთვის საინტერესო განხილვები გავაკეთოთ. აბა წარმატებები კიდევ ერთხელ და მომავალ შეხვედრამდე.